აი ძილი ეს არის ჩემი ყველაზე საყვარელი საქმიანობა, რომელზეც ვერასდროს ვერ ვიტყვი უარს და რაც უფრო მეტი ძილი იქნება, მით უკეთესი, განსაკუთრებით ქალის ცხოვრებაში. ძილსა და შენს ვიზუალურ მხარეს შორის თუ აკავშირებ, ანუ შენ თუ კარგად გამოძინებული ხარ 1 დღე, 5 დღე, 10 დღე, ვიზუალურადაც აისახება ეს. თუ თქვა ძილის პრობლემები დაირღვა, ვიზუალურად შენი თავი არ რა თქმა უნდა, თუ ძილის პრობლემა მაქვს დარღვეული, ძილის პროცესი თუ მაქვს დარღვეული, მეორე დღეს აბსოლუტურად უფუნქციო ვარ. არაპროდუქტიული, მთელი დღე მჭირდება იმისთვის, რომ გამოვხიზლდე და ზოგადად ძილი არის ძალიან მნიშვნელოვანი ჩემთვის. იდეალური არის. რამდენი საათი გძინავ? აი ახლა მაგაზე უნდა მეპასუხა. მინიმუმი არის 8 საათი და იდეალური არის 10 საათი. ძილის გუდა ვარ. 10 საათი ძილი მაგარია რა. რომელზე იძინებ? მიან. პირველი 2-ზე და დილის 10-11-მდე გძინავს ესე. 12-მდეც. და როცა იღვიძებ თავს მხნედ გზნობ, თუ გჭირდება თუ გამოძინებული ვარ და რაღაცები. თუ გამოძინებული ვარ, მხნედ გრძნობ, მაგრამ ჩაი და ყავა მაინც მჭირდება. ეხლა სასიამოვნოა დილის რუტინა და რაღაცა პროცესების ალბათ. თან მე ცოტა ნელა მიყვარს გამოღვიძების პროცესი, ჩემთვის ცოტა ხანგრძლივი პროცესია. მე გეტყვი ესეთ რაღაცას რა, დაძინების დრო შენ თუ შეეცდები რომ მოსინჯო 11 საათს არ გადააცილო და ადგომის დრო 7 საათს არ გადააცილო. ძალიან მიჭირს რა ვქნა. ჩვევა. ყველაფერი არის ჩვევები, იმიტომ რომ ნეიროფიზიოლოგიის დონეზე ჩვენი ნეიროტრანსმიტერები გამოიყოფა საათობრივად იმისთვის, რომ ჩვენი ფიქრის გარეშე გვაცხოვროს ჯანსაღად. როცა ჩვენი ფიქრი ერთვება და ჩვენი გადაწყვეტილებები სუბიექტური და პატერნებით განპირობებული, ანუ ჩადებული წესჩვეულებებით განპირობებული, ბევრ რაღაცას ჩვენ თავს ვუშავებთ. ამიტომ ყველას ვეუბნები, საკუთარი გამოცდილება მაქვს, ზოგს უკან და თამამი ვარ ამაში და გარკვეული ცოდნაც მაქვს, ამიტომ შეეცადოს ყველა ადამიანი, ვისაც ახლა აქვს საშუალება, რომ რაღაცა ცვლილება შეიტანოს თავის ძილის რუტინაში, 11-ზე დაძინება, 6-ზე გაღვიძება. ერთხელ, ორჯერ, 10ჯერ, 15ჯერ და სრულიად სხვა ენერგიით დგება ადამიანი დილას ადრე გაღვიძების შემთხვევაში. თუმცა შენ მე მჭირდება დილას ასადგომად. აი მიზეზი რომ მქონდეს, გადაღებები როცა მქონდა. არა, სხვათა შორის აი გადაღებები როცა მქონდა, იძულებული ვიყავი რომ დილას ადრე ამდგარიყავი და ვდგებოდი, იმიტომ რომ ფაქტს არ მქონდა. ჩემი ნების თუნდაც იყოს ჩემი ნების წინააღმდეგ, ოღონდ იყოს ისეთი რეალური მიზეზი და мотиваცია. იმისთვის რომ ადრე ავდგე. შენ მაგალითად რაიმე პროფილი გააქვს შერჩეული კამერებში, რომელი მხრიდან გინდა დაენახო კამერას? მარცხენა ნინოს best offer არის მარცხენა მხარე. მარცხენა პროფილი მირჩევნია მარჯვენას. კარგი. საკუთარ თავს თუ აძლევ იმის ფუფუნებას, რომ რაღაცა შეცვალო, ეს რისი ბრალია შენი აზრით? რომ პრობლემა გაქვს თუ რა შევცვალო რაში გარეგნობაში, ხო, შენ არა ზოგადად, როცა ადამიანი იწყებს საკუთარ თავში გარკვეულ ცვლილებების შეტანას, ის საკუთარი თავი არ უყვარს მას თუ რაღაცა არ მოწონს? იცი რა არის, ვერ ვიტყოდი რომ საკუთარი თავი არ უყვარს, მე მგონია რომ პირიქით, უფრო ანუ იქიდან გამომდინარე რომ საკუთარი თავი უყვარს და უნდა რომ უფრო უკეთესად გამოიყურებოდეს ვიდრე გამოიყურება, იმიტომ ცდილობს ამ ცვლილებების შეტანას და რაღაცა პატარა კორექციების შეტანას, რომ უნდა რომ უფრო დახვეწოს თავისი ვიზუალი, ხო? რომ უფრო მოსაწონი იყოს, ჯერ თავის თავი მოეწონოს უფრო მეტად, მერე სხვას მოაწონოს თავი. ხო, ეგ ჯანსაღია, ჯერ შენ თავი უნდა შეიყვარო ჯანსაღად და მერე სხვა შეიყვარო. მაგრამ თუ სარკეში ადამიანი იყურება და რაღაცა არ მოწონს, ის რაღაცა უნდა შეცვალოს. ხა მე არ ვამბობ რაღაცა რადიკალურ ცვლილებებზე, მაგრამ ყოველ შემთხვევაში პატარა კორექციები რატომაც არა.